ლია მასწავლებელი ვარ. დღეს წაგიკითხავთ ზღაპარს ბაჭია სკუპი. ეს არის ძალიან თბილი და ხალისიანი ზღაპარი ბუსუსა ბაჭიაზე, რომელსაც გრძელი ყურები, კეთილი გული და უამრავი მეგობარი ჰყავს. სკუპი გვასწავლის, როგორ შეიძლება პატარა სტაფილომ, სუფთა ბინამ და სიყვარულმა დღე ზისფერ და ბედნიერ ამბად აქციოს. მოდით ყურადღებით მოვუსმინოთ სკუპის ამბავს და ერთად გავიგოთ, რა არის ნამდვილი ბედნიერება. ბაჭია სკუპი. სკუპის დაბადება. გაზაფხულის ერთ იასამნისფერ დღეს, ტყის პირას, პატარა ბუჩქთან დაიბადა ბუსუსა ბაჭია, სკუპი. სკუპი მოუსვენარი და ონავარი ბაჭია იყო. ყირამალა ტრიალებდა, აღმართზე სკუპ-სკუპით მარდად არბოდა. საოცარი ყურები. სკუპი სწრაფად გაიზარდა. ყურები ისეთი გრძელი ჰქონდა, რომ ზოგჯერ თვითონაც ეშლებოდა. აუ, რომელია მარცხენა ყური? რომელია გასასუფთავებელი? სკუპი ყურებს ატრიალებდა 270 გრადუსით. ეშმაკურად, ვითომ ქარისხმას უსმენდა. სინამდვილეში კი მსუნაგი იყო და ცდილობდა გაეგო, სად წაიღო მისი სტაფილო ბაჭია ლოლამ. ზაფხულის ცხელ დღეებში სკუპს ყურები გაგრილებაში ეხმარებოდა. იგი ყურებს ორივე მხარეს აფახუნებდა, ატყაპუნებდა და გრილდებოდა. აუ, რა კარგი ნიავია! ჩემი ყურები საუკეთესოდ მაგრილებენ, სიამაყით ამბობდა სკუპი. შემთხვევა ტბასთან. ერთ დილით სკუპი კამკამა ლურჯი ტბის პირას ჩამოჯდა. წყალში თავისი ანარეკლი დაინახა. ყურები უზარმაზარი ბაფთებივით ეყარა გვერდზე და სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა. ჰო, ნამდვილად, მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ყურების ჩემპიონი ვარ. სწორედ იმ დროს, როცა სკუპი საკუთარი დიდებით ტკბებოდა, უეცრად ერთი ყური შემთხვევით ჩამოუვარდა და საკუთარ კუდში ყურით გაიხლართა. ოჰო, არ დაიბნა ბაჭია. ჩემმა ყურმა ჩემი კუდი შვილივი ჩაიხუტა, თქვა ამაყად. მეგობარი ბაჭიები ხტუნაობდნენ და სიცილით იგუდებოდნენ. სკუპი სიხარულისაგან ხტუნავდა, ხარხარებდა. კინაღავ მეორე ყურიც კუდში გაეხლართა. სწორედ იმ დღეს მიხვდა სკუპი, რომ გრძელი ყურები არა მხოლოდ სმენისთვისაა, არამედ სიხარულისა და გაგრილების საიდუმლო ფრთებია. სკუპის გადაწყვეტილება. ერთ ნარინჯისფერ დილას სკუპმა გაიღვიძა და იგრძნო, რომ მისი პატარა სახლი ძალიან მოუხერხებელი იყო. ოი, 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 აქ რომ ვტრიალებ, ჩემი კუდი კედელს ეჯახება, გაბრაზებული ამბობდა სკუპი და კუდს პატარა ფუნჯივით ზუზუნით არხევდა. სკუპიმ ხმამაღლა განაცხადა. მე მჭირდება ახალი, დიდი, თავისუფალი სახლი. აიღო პატარა საზომი, ზომავდა და ცალი ხელით სტაფილოს აკნატუნებდა, თან სკუპ-სკუპით დადიოდა და ხმამაღლა ითვლიდა. აქედან აქამდე 3 მეტრი იყოს, რომ შვიდად ვირბინო. აქ 2 მეტრი, რომ გვერდულადაც გავიწელო. ზებოდან კი აუცილებლად 1 მეტრი მჭირდება, თორემ ჩემი გრძელი ყურები სახურავს მიეჯახება და მეტკინება. სკუპის მეგობრები. სკუპი გამალებით მუშაობდა. მეგობარი ბაჭიები გაოცებულები შეჰყურებდნენ სკუპის. ცნობისმოყვარე პატარა ბაჭია ლოლამ ჰკითხა: სკუპი, რატომ უნდა იყოს შენი სახლი ასეთი გრძელი და ასეთი ფართო? სკუპი მიუბრუნდა, თვალები აუციმციმა და უთხრა:
როგორ ვერ ხვდებით, როცა ძალიან ბედნიერი ვარ, ჰაერში ვხტუნაობ და ვტრიალებ. აბა გინდათ რომ ჩემს ტრიალს სახურავი წინ ეღობობოდეს და ძირს დამანარცხოს? ბაჭიებმა გულიანად გაიცინეს, ბრძენმა კურდღელმა კიკილომ კი მეგობარ კურდღლებს მიმართა. დიახაც, კურდღლებს მართლაც გვჭირდება დიდი სივრცე, რადგან განსაკუთრებით საღამოს და ღამით ძალიან აქტიურები ვხდებით, დავბივართ, ვხტუნაობთ და ვთამაშობთ. სკუპიც სწორედ ამიტომ აშენებს დიდ სახლს. ახალი სახლი. საბოლოოდ სკუპის ახალი სახლი სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორიც სურდა. სიგრძე 3 მეტრი, სიგანე 2 მეტრი, სიმაღლე 1 მეტრი. ზუსტად იმდენი, რომ მისი ყურები თავისუფლად დაეტეოდნენ. სკუპი შევიდა სახლში, იატაკზე თივა მოაფინა, ღრმად ჩაისუნთქა და თქვა: აჰა, ახლა ნამდვილად შემიძლია მეფურად ვიცხოვრო. მოხერხებული სახლი, დიდი სივრცე, ხტუნვის და კოტრიალი შიში აღარ მაქვს და მან სიხარულისგან ისეთი კოტრიალი გააკეთა, რომ მეგობარი ბაჭიები ისევ ახარ ხარდნენ. კაფე საკნატუნოში. სკუპს ძალიან უყვარდა ჭამა, მაგრამ ყველაფერს არ მიირთმევდა. ერთ დილას სკუპმა ტყის პატარა კაფეში მიირბინა. კაფეს ეწერა ბაჭიების საკნატუნო. სკუპმა მენიუს მიაშურა და თვალები გაუბრწყინდა. მენიუში ეწერა ვაშლი, სტაფილო, ქლიავი, ბანანი, მარცვლეული. სკუპს გაუხარდა. ვაუ, დღეს რა გემრიელობები მელოდება. უცებ სკუპმა კედელზე შენიშნა დიდი წითელი ასოები დაწერილი წარწერა. აკრძალულია პური, ნამცხვარი, იოგურტი, ავოკადო, პასტა, სალათის ფურცლები. სკუპი შეხტა, ყურები ქვემოთ დაუშვა. რა, ნამცხვარი, ჩემი საყვარელი ტორტუნია, აი ეს კი რთული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. სკუპმა გემრიელად მიირთვა საყვარელი თივა, პატარა ნაჭერი ვაშლი, ცოტა სტაფილო და ერთი პატარა მუჭა მარცვლეული. იცით, მარცვლეული ბევრი არ შეიძლება, თორემ მუცელი ამტკივდება და მერე მთელი დღე უნდა ვიწუწუნო. ასეთი ჭკვიანი იყო სკუპი. ბედნიერი სკუპი. სკუპი ბედნიერი იყო. იგი ჰაერში ხტებოდა და წრეებს აკეთებდა. ერთ დღეს სკუპმა ტყეში ისეთი ტრიალი გააკეთა, რომ ხეზე ჩიტებს დაეტაკა და ჩამოაგდო. ჩიტები გაოცებულები ამბობდნენ: ეს ვინ მოფრენილა ჩვენთან, გრძელყურება, ონავარიო. სკუპი კი იცინოდა: ეს ჩემი ბედნიერების ცეკვაა. სკუპ, სკუპ, სკუპ და ჰაერში ტრიალებდა. დედა ჩიტმა ბარტყებს უთხრა: ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ. ეს კურდღელი საშიში არ არის. თუ კურდღელი ჰაერში ტრიალებს, ნიშნავს, რომ უზომოდ ბედნიერია, რადგან მის ბინაში სისუფთავია, აქვს გემრიელი საკვები, დიდი საცხოვრებელი ბინა და ჰყავს საყვარელი მეგობრები, ლოლა და კიკილო. სკუპის დაქორწინება. ერთ ვარდისფერ დილას, როცა მზე ახალი ამოსული იყო, სკუპი უბნის ბიჭებს შორის მოდიოდა და ყველაზე ჭკვიან, კუდმაგარად მიაჩნდა თავი. ამ დროს ჩიტუნია ჟღურტული გაიგონა. კურდღლები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. სკუპი ბუჩქთან ჩამოჯდა, კუდი ბურთივით მოიქცია ხელებში და დაიწყო ანგარიში. აი ახლა მე თუ დავქორწინდები ლოლაზე, ერთ თვეში შეიძლება 12 ბაჭია გვყავდეს. თუ ჩემს ძმას ჯამპერსად შეუყვარდება ვინმე, უკვე 24 ვიქნებით. და თუ ჩემი ბიძაშვილი ბუმბუც მოიყვანს ცოლს, ხო, აი მაშინ ჩვენი ბაღი ბაჭიებით აივსება, შუაღამესაც კი ბაჭიების ყურების ყაპატყობს გავიგებთ. ეს რა ბედნიერება იქნება, თქვა სკუპიმ და გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.
ლოლაზე დაქორწინდა. ბაჭიების არმია. ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ ბაჭიების მთელი სოფელი ფუსფუსებდა. ბუჩქიდან ბუჩქზე, ხიდან ხეზე სკუპ-სკუპით დარბოდნენ პატარა ბაჭიები, ზოგი ვარდისფერი ბაფთით, ზოგი ცისფერი ჰალსტუხით. ზოგი თვალებრიალა, ზოგიც ისეთი პატარა იყო, რომ ყურები მიწას ედებოდა. ერთი პაწია ლურჯცხვირა ბაჭია ფრთხილად მისკუპდა სკუპისთან და სთხოვა. სკუპი მასწავლებელო, გთხოვ გვასწავლე კარგი ხტუნაობა. რა თქმა უნდა, რა პრობლემაა? ოღონდ მოდით რიგში დადექით, თანაბრად განაწილდით. ბაჭიები რიგ-რიგობით დაეწყდნენ, სკუპი ითვლიდა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 24, 25, 36, 37, 48. ეს უკვე ნამდვილი კურდღლების არმია იყო, ტყის ყველაზე მხიარული არმია. სკუპ-სკუპის სწავლება. სკუპ-სკუპის სწავლება დაიწყო. სკუპი მოძრაობდა, აჩვენებდა და ისი ასწავლიდა. გასწიეთ ფეხები განზე, ასკუპდით, დასკუპდით, გაშალეთ ყურები, აღმართეთ მაღლა, დასწიეთ დაბლა, ატყაპუნეთ და ატყაპუნეთ, აქნიეთ და ანიავეთ. ბაჭიები ხტოდნენ, წონასწორობას კარგავდნენ, ერთმანეთს ეყრებოდნენ და სიცილით იგუდებოდნენ. სკუპიც უზომოდ ბედნიერი იყო და თვალებ გაბრწყინებული ამბობდა, რა კარგია რომ სამყარო სავსეა ბუსუსა, სასაცილო, კეთილი და ბედნიერი კურდღლებით. რაც უფრო მეტია ბაჭია, მით უფრო მეტი სიხარულია და სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ კიდევ ერთი პაწია ბაჭია დაიბადა და გამოძვრა ბუჩქიდან. ასე ცხოვრობდა სკუპი. ხტუნაობდა, იცინოდა, ყურებს ატყაპუნებდა და როცა ვინმე ეკითხებოდა, რა არის ბედნიერება, სკუპი პასუხობდა, სითბო, მეგობრები, პატარა ბაჭიები და ერთი გემრიელი სტაფილოც საკმარისია, რომ დღე მზისფერი და ბედნიერი იყოსო. ჩემო საყვარელო ბავშვებო, სკუპის ამბავმა გვაჩვენა, რომ ბედნიერება ხდება იქ, სადაც სითბო, სიყვარული და მეგობრები არიან. თუ გულში სიკეთე გაქვს, ყველაფერი უფრო ნათელი და სასიამოვნო ხდება. და გახსოვდეთ, ზოგჯერ ერთი პატარა სტაფილოც კი საკმარისია ღიმილისთვის და ბედნიერებისთვის.